გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. თქვენ იმყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გარდობა. დემოკრატიული საქართველოსთვის. დილამშვიდობის აკლავ მოგესალმებით, ვინც ახლა გაიღვიძეთ და შემოგიერთით, მე დაპირისამებრ, ესეთი ისეთი ლამაზია ეს ქალბატონი, რომ ენა დამება და ქალს რო ენა დამება, მამაკაც რა დაემართება. მოკლედ ხატია შამუგია, შემოგვიერთდა, მე მას ყვავილების დედოფალი დავარქვი და მართლაც ასე, იმიტომ რომ ხატია სადაც მოდის, მოაქვს გარც სურნელთან ერთად, არაჩვეულებრივ სურნელთან ერთად, სიხარული, სიყვარული, სილამაზე, ოპტიმიზმი. მოკლედ ხატია, ესეთი გოგო ხარ და რა ვქნა, უნდა ვთქვა დილამშვიდობისა. მოგესალმებით, ძალიან გამეხარდა გილოცავთ ახალ მოსახლეობას, იმიტომ რომ შეიძლება არ იცის რადიო მსმენელობა და აქვე დავძენ რომ ფანტასტიკური ახალი შენობა აქვს რადიო იმით ძალიან კეთილმოწყობილი და ძალიან ლამაზი და მყუდრო. ძალიან პოზიტიური გოგოა. ტექნიკურად აღჭურვილი უმაღლეს დონეზე და ნუ ძალიან მომწონს, ძალიან გიხდება თავად ეს ულამაზესი გარემო, კი? და მე მაინც მგონია რომ აქ ვიცი რომ სხვა თემაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ მე მაინც მგონია რომ შენ 26-ის ხარ და რაღაცას მატყუებ. 26-ის კი როგორ არა, იმიტომ რომ მე ჩემ სულიერი მდგომარეობა ზუსტად 26 ფიზიკური მდგომარეობაც შეეფერება. ძალიან დიდი მადლობა. აი ესეთი ქალბატონი რომ ესეთი ლამაზი ქალბატონი და აი ესეთ კომპლიმენტს გაგიკეთებს. ნუ კარგ ხასიათზე გეკითხა. კი, პასპორტში ნუ იხედები და ჩაიხედეთ სარკეშიო და ნუ შენი სარკე ნუ ყველაზე დიდ 300 იძახის 26 და მე სარკეს ვენდობი. პრინციპში. ესე იგი ჩვენ ვართ მოკლედ ესეთი ახალგაზრდები და ასე შემიხარია. მიუხედავად იმისა რომ დღევანდელი დღენოში ცოტა მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის სამეთო. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ უკვე. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ძალიან მტკივა ეს დღე და ეხლა ზუსტად ტელევიზორს უყურებდი და ვამბობდი იქი თქვა რომ ნუ მაინც ოდნავ ღიმილი გვაქვს მოგრილი, იმიტომ რომ ცოტა განვითარდით და უკვე პროგნოზირებთ ამ მოვლენებს და უბრალოდ იმდენად სასიამოვნო გარემოში ვარ რომ ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მინდა რომ რადიომსმენელმა ნება გვიბოძოს რომ ცოტა ხანი გადავერთოთ სასიამოვნო. ეს აუცილებელი არის პოზიტიური, იმიტომ რომ დილა ძალიან მნიშვნელოვანია და ნუ იმიტომაც არიან დილის წამყვანები ძალიან მნიშვნელოვანები პოზიტიურები, იმიტომ რომ მთელი დღე მე მათი განწყობა გასდევს ადამიანს. რასაკულებ თანხმდებით იმაზე, როგორც დავიწყებ დილას, ისე დავასრულებ ხელ დღეს. კარგი, ხატია მოკლედ. შენ რო დაგინახი უკვე ჩემი ძალიან კარგი იქნება დღეს. მოკლედ ისეთი სურნელი შემოიტანე, რომ გაბრუებული ვზივარ, ენაც დამება, მაგრამ ხო არა, ეხლა უნდა გამოფხიზლდე. ხატია ზაფხული მოდის. ხო, უბრალოდ მოვიდა ზაფხული, ნუ ამინდი კი რაღაც წვიმიანია, მაგრამ ფაქტია რომ ზაფხულია. ხო, დაგვინდო და ფაქტი არის ის, რომ ზაფხულს რაღაც განსაკუთრებული სურნელი უხდება, ხო და მინდა ახალ ტრენდებზე, ტენდენციებზე ისაუბრო, რას გვირჩევ ქალბატონებს, საინტერესოა რა შემოგთავაზებ ახალს, დავიწყეთ მოკლედ. სიახლეები პრინციპში დიდი მადლობა იმ დიდ ბუმბერას პარფიუმერულ ბრენდებს, რომლებიც უზრუნავენ იმაზე, რომ წელიწადის ყველა დროს სიახლით შეხვდნენ მომხმარებელთან ერთად და ნუ გაზაფხულისთვისაც განსაკუთრებით ემზადებიან, იმიტომ რომ ნუ გაზაფხულზე კლიმატური პირობებიდან გამომდინარე განსაკუთრებით ხდება აღქმა არომატის და ნუ რა თქმა უნდა იქ ინგრედიენტები ცოტა სხვა ინგრედიენტები მოდის, რომელიც უფრო მსუბუქი და გრილია ამ სიცხესთან, სად არის სიცხე, მაგრამ ნუ როცა არის მიმართებაში. ასე რომ განსაკუთრებით ქალბატონები ამ დროს ეძალებიან სხეულის მოვლის საშუალებებს, იმიტომ რომ სხეული როცა არომატულია, როცა ტანის კრემი იქნება თუ საცხი, მაგრამ ნუ მაინც კრემად იცნობს მსმენელი და მიცემ თავისუფლებას რომ უფრო გასაგებენაზე ვისაუბროთ და სხეულის ლოსიონები ამ დროს განსაკუთრებით დატვირთვას იწენს, იმიტომ რომ ნუ არომატთან ერთად სხეული ხომ შიშველია, გარუჯულია და ნუ ორმაგად სასიამოვნოა. რა თქმა უნდა მამაკაცებიც ბუნებრივია და თან ძალიან მნიშვნელოვანი დღეები მოდის ეხა ნინო. შენ ვიცი, მაგრამ ცოტა ადრე შეგახსენებ ადრე. მოკლედ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინერგა ეს ტრადიცია და მე ჩვენც გადმოვიღეთ ის სიპარემ უკვე მესამე წელია ტრადიცია დავნერგე და ძალიან გაამართლა სხვათა შორის ძალიან მომწონს. ნუ ერთ-ერთი მიზეზია იმისთვის რომ მომხმარებელს კომფორტი შეუქმნა და კიდე რაღაცა ახალი შესთავაზო ლამაზად. ესე იგი ივნისის ყოველი მესამე კვირა დღე არის წოდებული მამების საერთაშორისო დღე. რომელიც საქართველოში მეტნაკლებად სუეს მესმოდა. სუეს მესმოდა
მამაკაცებისგან რომ 3 მარტი თქვენია, 8 მარტი თქვენია, სიყვარულის დღე თქვენია და ჩვენი ეს 23 თებერვალი იყო და ნუ ისიც აბაცახსენებელია და ჩვენი დღე აღარ დადგა და რაღაცნაირად ნუ შევეცადეთ რომ ყოფილიყავით ნოვატორები, პირველები და ნუ დარწმუნებულიც ვიყავით რომ მით უმეტეს უძვირფასესი ქალბატონები ამ დღეს აუცილებლად აიტაცებდნენ და საყვარელ მამაკაცებს, მამებს, მეუღლეებს თუ პოტენციურ მამებს და შვილებს რა თქმა უნდა პოტენციურ 20 წლის არის. ჩემს ასაც ევლის უკვე საჩუქარი დღეს კიდე ერთი საჩუქარი მიმაქვს უკვე ხათოსგან და თაკოსგან, მაგრამ მაინც როგორც პოტენციურ მამას ზეგი საჩუქარს ახლა და მაშინ საუკეთესო საჩუქარი მამების დღისადმი რა იქნება? აი საუკეთესო საჩუქარი იქნება ისეთი მთელი კვირა იქნება ტრადიციული ფასდაკლება, უკვე ხუთშაბათიდან დაიწყება. ხუთშაბათის ჩათვლით, ხაბა აუცილებლად და ეს იქნება ფასდაკლება არა მხოლოდ მამაკაცის ხაზებზე, მთლიანად ყველა ბრედზე, მაგრამ რა თქმა უნდა მამაკაცის ხაზებზე იქნება უფრო მეტი პროცენტულად ქალბატონებზე ფასდაკლება, მაგრამ შედარებით ცოტა ნაკლები. ეს მთელი კვირის განმავლობაში, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ეს უმნიშვნელოვანესი დღე, კვირა დღე უწევს წელს, ანუ ისეთი ცნობილი რიცხვი, როგორიც არის უკვე 18, იმიტომ რომ შაშა 19-ში აღნიშნეთ და ეხლა 18-ში უწევს, ანუ ყოველი მესამე კვირა დღე იქნება განსაკუთრებული დღე ჩვენს მაღაზიათა ქსელში. ნებისმიერ მამაკაც ვინც შენაძენს გააკეთებს, ნებისმიერ შენაძენს, ნუ იქ დადგმული იქნება ძალიან ლამაზად პატარა ხეები, რომელზეც იქნება ქისებით საჩუქრების დასახელებები ჩამოწერილი. ნებისმიერ შენაძენზე მამაკაცი რომელ საჩუქარსაც ჩამოხსნის ქსელისგან მიიღებს იმ საჩუქარს. ეს გიხატე უსაზღვრო ფანტაზია. მაგრამ ქალბატონებსაც იქნებათ ეს ოღონდ იმ ქალბატონებს ვინც მამაკაცისთვის შენაძენს აკეთებს და არასაკუთარი თავისთვის, ნუ მოგვიტევებენ ალბათ. ვაჩუქოთ ერთი დღე ვაჩუქოთ ერთმანეთს სურნელები მამაკაცებს ასევე ესე იგი მინდა გითხრათ რომ ჩვენ გვყავს მეგობარი კომპანიები რომლებიც ასევე რადიო იმედის მეგობრები არიან ეს არის ისეთი გადაწყვეტეთ რომ თემატური ყოფილიყო რომ მამაკაც რა გაეხარდება ხო ეს არის თეგეტა მოტორსი არაჩვეულებრივი თქვენი და ჩვენი მეგობარი კომპანია ელიტ ელექტრონიქსი და კურორტი საირმე რომელიც არის მართლა 64 საქართველოში და მათგანაც გადაეცემათ როგორც ჩვენი მეგობარი კომპანიებისგან საჩუქრები მამაკაცებს და იმ ქალბატონებს რომლებიც მამაკაცებისთვის შენაძენს გაკეთებენ ეს 18-ში არ იქნება მე მგონი მამაკაცების და ქალბატონების თუ არ დავინახავ ცოტა მოწუწუნე სახესო ჩვენი დღე აღარ არის და თუ მიხვდებია რომ მათი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იცი ახატია არაერთ პრეზენტაციაზე ვარ შენთან ნამყოფი და როგორ შეიძლება იქ მოწუწუნე სახე იყოს გამორიცხული ამიტომ რომ ისეთი სილამაზე ისეთი კრეატივია სპეციალური შერჩეული სახეები არა დამერწმუნე ვინც აი შემოვა იმ გარემოში ნუ გამორიცხულია წუწუნის ხასიათზე და ხათაშორის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამას არ ახმაურებენ ხოლმე და მათ გვიყვარს ჩვენ კომპანიას ამ თემაზე ეს საჯარო საუბარი მაგრამ დავძენ რომ პარასკევის შაბათი კვირა და ორშაბათი ანუ 4 დღის განმავლობაში ნებისმიერი გაყიდული პროდუქტიდან 1 ლარი გადაიდება დაითვლება ამ 4 დღის განმავლობაში და ერთ-ერთ ოჯახს გადაერიცხება სოციალურად ჩვენი გზა ჩვენიერი ანუ ამას არ ვასაჯაროთ იმიტომ რომ რაღაცა მე გამოდის ხომ რომ ქველმოქმედებას იყენებენ საკუთარი ბიზნესის და ეს უბრალოდ გავაჟღერე მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმისი რომ მობრძანდით გასაჟღერებელი არის იმიტომ რომ ქველმოქმედება უნდა იყოს ასე ვთქვათ უნდა დაინერგოს ქველმოქმედების კულტურა და რასაკვირველია გადამდებიც უნდა იყოს და მისაბაძიც ასე რომ მე მგონი ახლა შენს კომპანიას თქვენს კომპანიას არ ჭირდება ასეთ მეტი რეკლამა და ქველმოქმედებას რომ სარეკლამოდ არ გამოიყენოს ხო და აი ამიტომაც ახლა ამაში დარწმუნებულია ყველა მაგრამ ეს ფაქტად უნდა აღინიშნოს და კიდევ უფრო მეტი სტიმული ექნება ადამიანს რასაც რაღაცა ფორმა მოვიფიქრეთ და ძალიან მომეწონა ეს ფორმა რატო იცით რომ ანუ მე მესმის ყველყის ყულაბები ძალიან მომწონს და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ მივიღო მონაწილეობა მაგრამ აქ ზედმეტ არაფერს აღარ იღებს შენივე შენაძენი პროდუქტიდან თვითონ კომპანია გადადებს აი შენ დაუნებურად ქველმოქმედი ხდები და ეს მომწონს ეს ფორმა და რაღაცნაირად ნუ ერთ-ერთ ოჯახს დავეხმარებით სადაც მამა ან სოციალური პრობლემები მამას აქვს პრობლემები ანუ დედა არ არის იმ ოჯახში და ნუ ფიქრობთ რომ ხა არ ვიცით წინასწარ ხო რა თანხა შემოვა და თუ ისეთი თანხა შემოვა სოლიდური და დიდი მადლობა ამისთვის ყველას ვინც მობრძანდება ჩვენს ქსელში ფიქრობთ რომ კიდევ ერთ
შეიძლება ოჯახს დავეხმარო. ძალიან კარგი, მშვენიერი და ნამდვილად მე ყოველთვის მივესალმები მსგავს აქციებს. აი, რა ვიცი, მეც მგონია რომ მithumetes ეს შანსი, როცა შენდაუნებურად ხდები ქველმოქმედი, რაღაცნაირად მშვიდად ხარ და კმაყოფილი ხარ შენი თავისო, გააკეთე შენთვის შენაძენი, მაგრამ ის მარტო შენთვის არ არის და იმ ადამიანსაც ეხმარები და კი ბატონო, მშვენიერი ინიციატივა. კი ბატონო, ხარ რომ გელოდებით, ესე იგი 18-ში ხო გელოდებით და მე კიდე როდის გველოდები? კიდე ორი ღონისძიება გაქვს. სულ გელოდებით, პრინციპში ვიცი, მაგრამ ეს კი ვიცი. მაგრამ ნუ ახლა ჩვენ ვთქვით რომ 3 ღონისძიება გველოდებათ, ხო? ამას წინასწარ ახლა ვერ ვიტყვი. შეწყვეტა. იმიტომ რომ ვერ დავანუსე, მაგრამ რა თქმა უნდა თქვენ ყველაზე ოპერატიულები ხართ და თქვენ პირველები ხართ ხოლმე მოვლენების ცენტრში, ასე რომ მაინც ვერ დაგასწრებთ ვერავინ. აი, ამიტომ ამბობ რომ რადიო ინდუსტრია ეს არის ყველაზე ოპერატიული ინდუსტრია. რა მაგარი გოგო, იცის რადიო. ძალიან მოკლედ შეგიძლია აიღო ტელეფონი ხელში და სასწრაფოდ შეატყობინო მსოფლიოს და მთელ საქართველოს სიახლეები და ნუ ჩვენ შემთხვევაში მადლობა უფალს რომ სასიამოვნო სიახლეებზეა საუბარი და ნუ ძალიან მნიშვნელოვნად ვიმზადებით ამ კვირაულისთვის და მე კიდე გვაქვს ძალიან საინტერესო დღეები უკვე ქალაქ ბათუმში და ჩვენ მეორე მაღაზია გავხსენით ქალაქ ბათუმში და ბათუმი მოლში დიდი სავაჭრო ცენტრი ახალი და იქ გადავწყვიტეთ რომ გავაკეთოთ make-up ფესტივალი, ანუ მაკიაჟის ფესტივალი, ეს იქნება ან 23 ან 24 ივნის, ეხლა სადაც სპეციალური სტუმრები ჩამობრძანდებიან ისეთი პარფიუმერული სახლებიდან, როგორც გახლავთ დიორი, გერლენი და ჟივენში. მასშტაბური ამბავია. და სამივე ვიზაჟისტი, ანუ მათი head office-დან გაუკეთებენ მომხმარებლებს მაკიაჟს ადგილზე. ვინ იქნებიან ეს მომხმარებლები, ვიცით? არ ვიცით, მათინება, ვინც გვესტუმრება და რა თქმა უნდა მაკიაჟი უფასოა, ფალფალთან ხას არ იხდია და იმ დღეს იქნება ფასდაკლება ამ ბრენდებზე. ძალიან სოლიდური ფასდაკლება როგორც ამ ბრენდებს არა აქვთ ხოლმე და რა თქმა უნდა დარწმუნებულიც ვართ რომ ლამაზი მაკიაჟი საწინდარია კარგი შენაძენისა. კარგი შენაძენის, კარგი ხასიათის, კარგი განწყობის, კარგი სურვილების. ქალებისთვის განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია მე მგონი და ხატია, ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ ახლა ძალიან ბევრი ქალბატონი გვისმენს და მოდი ურჩიოთ, ხო, რაც შეეხება ზაფხულის სურნელს, ხო, უფრო რაზე გააკეთონ აქცენტი. ხო, რასაკვირველია, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ ზოგადად ხო არსებობს რაღაც გარკვეული სტანდარტი. რა თქმა უნდა, ჯერეთი ქალბატონებს მინდა ვუსურვო ძალიან ბედნიერი მთელი კვირეული, ანუ დღეიდან სამშაბათიდან სამშაბათამდე ხო ესე ითვლება ხოლმე, იმიტომ რომ ამ კვირას უკვე აღარ მოვდივარ ეთერში. ხო. მინდა რომ ესეთი კვირა ვსურვო. რა თქმა უნდა, ზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით ცოტა არომატებს უფრო ჰაეროვანს და ყვავილოვანს და გრილ არომატებს. არ მიყვარს გრილი, რა ვქნა. აი მეც ხოთაშორის გრილი არომატისკენ არ ვიხრები, სამწუხაროდ მეც რაღაცნაირად ტკბილი არომატები მიზიდავ ზაფხულშიც კი, რომელიც პრინციპში ყოველთვის ცდილობენ რომ ეს აკვატიკური არომატები გამოიყენონ. და ესეთი დასახელებებიც ისეთი აქვს ხოლმე და ფერიც აი ძალიან ჰაეროვანი და ზაფხულის არის კი, მაგრამ ნუ ესეც ინდივიდუალური არიან ადამიანები. თავარია ყველაზე მნიშვნელოვანი რომ არომატმა სხვა ადამიანი არ შეაწუხოს და პირიქით მოხიბლოს. ხო და აი როგორ არ უნდა შეაწუხოს, მოდი ესეც გურჩია. ნუ ალბათ დოზირებულად უნდა იპყურონ და ნუ საერთოდ რაღაცა პროტოკოლი ხო არსებობს, ანუ წესები მე არასოდეს არ დამავიწყდება მიუხედავად ჩემი გარდარეული სიყვარულისა პარფიუმერიისადმი მახსოვს მარჯანიშვილის თეატრში დეკამერონზე ვიყავი მგონი პრემიერაზე ნუ აი აღრთოვანებული სპექტაკლი და საერთოდ ძალიან მიყვარს მარჯანიშვილის თეატრში სიარული და ეს დახურულ სივრცეში და ხო ხდება იქ სპექტაკლის ბოლი განათება ყველაფერი ერთ-ერთ ქალბატონს ვიღაცას არ ვიცის ეს ხა აი too much რასაც ქვია არომატი უბრალოდ ვერ დავასახელებ იმიტომ რომ ფანტასტიკური არომატია თბილისში ძალიან პოპულარული არომატია და მეც ძალიან მიყვარს უბრალოდ იმ დახურულ სივრცეში იმდენად დიდი დოზით მომეწყდა რომ იმ დღის მერე მე ის არომატი არ მიპყურები და ძალიან შევწუხდი და ნუ რაღაცა ვფიქრობ რომ დოზირებული ესეთი რომ მოდის სასიამოვნოთ და ეხლა შეიძლება ვთქვათ თბილისის ზღვის კლუბში ვიპყურო მეტი სადაც ბევრი ადგილია და ჰაერია და რაღაცა კინოთეატრში და ასე შემდეგ დახურულ აი ხა ჩემი არომატი იგრძნობა შენ იგრძნობი შემაწუხებელი ხო არა შეხერ სასიამოვნო და ეს არის აი რაღაცა უნდა მიგიზიდოს ეს არის ხო არომატის თავარი მომაჯადოებლობა და თავარი ნიშანთვისება რომ უნდა მიიზიდოს და დააინტერესოს შენს ირგვლივ მყოფი და არა ვთქვათ უკუჩვენება არ უნდა აი როგორც იძახიან რომ ბევრი რეკლამა
კი, ნამდვილად ასეა. მოკლედ თუ მაჩ არ უნდა იყოს. თუმცა საერთოდ ყველაფერში ოქროს შუალედი მე მგონი ძალიან სასიამოვნოა და ნუ რა თქმა უნდა მაკიაჟსაც შეეხება, ხა ზაფხულში ჩემგან არავის არ ესწავლება, რომ ზედმეტი მაკიაჟი ზაფხულში არავინ არ არის. ერთადერთი რა რჩევაც მინდა მე ვიცი ქალბატონებს და გოგონებს, ახალგაზრდა გოგოებს, უფრო პატარებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაირუჯოთ მზისგან დამცავის საშუალებების გარეშე. არ აქვს ამას ნიშნულობა, ეს მე არ ვამბობ, რომ ეს დისციპლინაში უნდა შეიძინოთ, რა თქმა უნდა თუ შეიძინოთ ძალიან კარგი, მაგრამ არ აქვს შეება. ნებისმიერ პარფიუმერულ ქსელში, ნებისმიერ აფთიაქში, მაღაზიაში უბრალოდ დამცავის გარეშე რუჯის მიღება ეს არის თვითმკვლელობა. არ ვამბობ იმ სამედიცინო უკუჩვენებებს, ვთქვათ, სიმსივნეებს და ასე შემდეგ. უბრალოდ კარისთვის მე მხოლოდ ამ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გონია დამცავის გარეშე რუჯება, კარგად დაირუჯება და იმით ვერ იღებს. ხო და ეს არის ისეთი მცდარი შეხედულება, რომ აი უკვე ამაზე, აი როგორც ვთქვათ, ვეფხისტყაოსანი რო არა აქ ადამიანს საკითხული და დასაცინია ზუსტად ესეთი თემა. ამიტომ სპეციალისტებს უნდა მოусმინოთ. აუცილებლად, იმიტომ რომ SPF-ი არ ნიშნავს არ მიღებას. SPF-ი ნიშნავს, რომ იმ UVA და UVB-ის სხივების გაფილტრვას თქვენ იღებთ ისედაც ულამაზეს ნამზევრს, უბრალოდ ის მავნეთვისებებისგან, კანემტრო თავისუფალი რადიკალები, კანის ჭკნობა, დეჰიდრატაცია, დაბერება და ლაქები და ნუ 1000 უბედურება, რომელსაც მე არაფერი არ შველის და მე იკეთებენ ამ 1000 პროცედურებს და რაღაცა კანის გამოცვლას და რაღაცას და იმისგან რომ ავირიდოთ თავი ყველაზე ლამაზი ნამზევრი ეს არის დამცავით მიღებული ნამზევრი და თან აი რო იციან რომ რაც დაბალია ჯობია დღეს ისეთი ეკოლოგიური პირობებია და ისეთი კატასტროფაა მზესთან მიმართებაში რომ მინიმუმ 20 SPF-ი ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მინიმუმ 20 რითაც საოცრად უნდა გაირუჯოთ და ძალიან გთხოვთ იმიტომ რომ მეც უკვე ხამი რუჯის, რომელიც მართლა რუჯი ყველას უყვარს და ეხლაც მაქვს რუჯი, მაგრამ ფანტასტიკური ფერია. იმიტომ რომ აი დამცავები იმის რომ არ და მზის რუჯია, თუ ბუნებრივი თუ სოლარიუმის. ეს არის ცოტა სოლარიუმის დაწყებული და მე იმ სოლარიუმისაც, სოლარიუმებსაც ხვდებით როგორც არის არჩევენდობი და ასე ყველაფერი და ნუ როცა მიდიხარ ხა შეიძლება რომ თქვა რეკლამა. უნდა დაასახელო რომელიმე, არ დაგვისახელო. კარგი, არ დავასახელებ, ნუ მაშინ ვიტყვი რომ ესეთი ცნობილი ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგი მამაკაცი რომელზეც გვიჟდებით ყველანი და ძალიან მიყვარს მეგრული წარმოშობის კლინიკაში ნუ იცი რომ სანდობით აღჭურვილია და ნუ მე ფანტასტიკური ლოპოტაზე ბრძანდებოდი დასასვენებლად ჩემს დეპარტამენტთან ერთად გოგოებთან და ნუ იქაც მაგრამ მიუხედავად იმისა რომ არ არის ხა ისეთი მზე ხო ამ წუთას მაინც დამცავით ახლა რომ ვაკვირდები აი დამცავის გარეშე მიღებული რუჯი ჯერერთი ძალიან მალე გადადის, რომ იწובה კანი იქერცლება და ნამდვილად ასე ზიანდება. და ხატია სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო დამრჩა და მინდა აი შენი გამოცდილებაც გაგვიზიარო, მართლა ძალიან ლამაზი ხარ. მართლა არაჩვეულებრივად მოიცა ერთ წუთით გამოიყურები. ხო, მაგრამ ბუნებრივი ხა ასე კი გვემატება, ხო? მაგრამ შენ არ იცვლები, არის თუ რაღაცა საიდუმლო რაღაცას თუ უჩვევ ქალბატონს, როგორ შეიძლება ქალბატონმა შეინარჩუნოს გარეკნობით კარგად გამოიყურებოდეს. შემთხვევაში ძალიან დიდი მადლობა თუ ასე ფიქრობთ და მარტომი ასე არ ვფიქრობ. ხო, ნუ რაღაცა აი ჩემი საკის გოგოები სხვანაირადაც გამოიყურებიან, ანუ ცოტა უფრო ასაკოვნადაც რო ვაკვირდები. ზუსტად ამაზე მინდა ახლა გავაკეთო. აი პირველი რაც ახლა ჩემი საიდუმლო ეს არის და ალბათ ძალიან მართებულიც არის. არ სვამ სასმელს საერთოდ ალკოჰოლს არ ვეტანები, არც არასოდეს არ ვეტ. აი ხო და ასაკი რო რაღაც პატარა გოგოებს რო უყვართ უნდა ჩემს ცხოვრებაში ალკოჰოლი არ ვიყე, ერთადერთი სასმელი რომელიც შეიძლება აგვისტოს რაღაცა 25 აგვისტოს ცეცხლი რო უკიდე ქალაქს, პატარა უალკოჰოლო ისიც მოხიტო მივირთვა სადღაც რო ვზივარ, იმიტომ რომ სისხლია, ღვინოსაც კი ვერ ვსვა. არ ვეწევი სიგარეტს. არა, მიუხედავად ჩემი ხმის ტემბრისა და იმ ხრინწისა, რომელიც ბავშვობიდან მოყვება. არ ვეწევი, არასდროს ერთი კვირა ვეწევდი ზუსტად მშობიარობის შემდეგ, რომ ამოვიჩემი, რომ გავსუქდი და უნდა გავხდეთქო და ნუ ერთი ღერის მოწევის მერე გავრბოდი ხელებს ვიბანდი, კბილებს ვიხეხავდი, ტუჩებს ვიბანდი, ეს სუნი რომ ცემდა და ნუ მივხვდი, რომ ეს ჩემი არ არის და სიგარეტს არ ვეწევი, ვარჯიშობ, ოღონდ აკვაერობიკაზე დავდივარ ძალიან ბევრი წელია, იმიტომ რომ ყველაზე მეტად აი დადებით სადაც მუხტავს ეს არის წყალი და წყალში გაკეთებული ვარჯიშები და ნუ აი ამ ჩემი დაქალების იცინიან ამაზე და ხათუნდაბერჯის უმაგაზე დამცინეს, თუმცა თვითონაც ძალიან უყვარს, ძალიან მიყვარს ძილი. ძილი, რა საკვირველია, ეს ძილი არის პირველი ღამის თენებას, ეს არის
უპირობოდ ახალგაზრდობის და გარეგნობის შენარჩუნების ერთ-ერთი პირობა, მოდი ასე ვთქვა. ბავშვობაშიც კი შუა დღეს ვიძინებ, დავასრულოთ, ასე რომ კარგად იძინეთ, სიგარეტს ნუ მოწევთ, სასმელს ნუ მიირთმევთ, გამოიძინეთ, ივარჯიშეთ და ცხოვრების წესით იცხოვრეთ. ხარისხიანი სახის და სხეულის მოვლის საშუალებები შეიძლება არა აუცილებელი იყოს ძალიან ძვირიანი, უნდა იყოს ხარისხიანი და სანდოობა არ ნიშნავს მაღალ ფასს. ხატია, ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს. თქვენთვის ყოველთვის სასურველი სტუმარი ხარ და ნებისმიერ დროს სიამოვნებით გელოდებით. ასევე დიდი მადლობა თქვენ. და ლამაზი დღე ვუსურვო, ხვალ კი რადიო ემედის დილის სამინისტროს კარებს დავით მაღლაფერიძე შემოაღებს, ასე რომ მინისტრი დავით მაღლაფერიძე. გელოდებით 18 ივნისის პარიზში გემშვიდობა დროებით. ესთეტიკის და ეთიკის. ჩვენი კარი კი ყოველდღე ღია, მაგრამ 18 ივნის განსაკუთრებით გელოდებით მამაკაცების დღის აღსანიშნავად. მადლობა დროებით. გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. თქვენ იმყოფებით დილის სამინისტროში. დილის სამინისტრო. მდგრადი გართობა. დემოკრატიული საქართველოსთვის.